გადავიფრინე მე კახეთი ვერტმფრენი სპეციალურად ზემოდან რაც ვნახე თელავში და გარშემო სოფლებში იქ სადაც მსახურებია რამდენიმე ხანის წინ საერთოდ არ იყო პრაქტიკულად თითქმის ყველგან არის გადახურული თუმცა ვნახე რამდენიმე სახურ ადგილზე მაინც კიდევ რჩება ხო სამუშაოები მიდის როგორ მიდის ეს საქმეები რამდენი სახურავი დაგვრჩა ნუ სახურავების თემასთან დაკავშირებით დაახლოებით 95% სამუშაოები შესრულებული არის დღეს ეტაპზე დასრულებული არის 3900 დასრულებული არის ბოლომდე გაკეთდა ის ხო გაუკეთეთ კალები თუ თავი პრობლემა იყო ის სახურავი დაზიანდა რომელსაც სახლებს კალები არ ყავთ გარშემო უკვე მეც გავერკვეთე ამ პატარა დეტალები კი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს ჟოლობების კალების დამუშავება და პრაქტიკულად 3953 სახლი უკვე დასრულებულია ხოლო და მხოლოდ 154 სახლი დაუჩა დღეს გადასახური და აქ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები შენებლები არ ჩერდებიან უბან გადადიან და აი ეს პატარა სახლები სადაც იყო კრამიტები და რაღაცები დაზიანებული სადაც რამდენიმე ჩამოვარდა სადაც ყველაზე აქტუალური პრობლემა ამ წუთას კახეთში არის კრამიტ ძველ სახლებთან ეგრეთ წოდებულ კრამიტიან სახლებთან დაკავშირებით ჩვენ შევქმნით კომისია და მიმდინარეობს აღწერა ამ სახლების დღის მდგომარეობით დადგენილია დაახლოებით 8 საათი სახლი თელავსა და გურჯაანში მაგრამ ძირითადი მოცულობა თელავში არის განლაგებული ახლა დავყოფთ კატეგორიებად სამი კატეგორიად პირველი დაზიანების მეორე მესამე დაზიანების და შემდგომ უკვე პირველი დაზიანების კატეგორიის დაზიანების სადაც არის უკვე მშენებლები შედიან დღეიდან და იწყება განახლება და სხვა კატეგორიებთან მიმართებაში ვფიქრობთ ახლა მოსახლეობას მიცეთ მასალები კომპენსაცია თუ ერთობლივად გადავწყვიტოთ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში აი ფულად კომპენსაცია განადგურებულ ვენახების ნათესებს როდის ვიხართ აგრეთვე რამდენიმე დღე გჭირდება 17000 ოჯახი უკვე აღრიცხულია უახლოეს პერიოდში ჩვენ დავასრულებთ სათითაო ოჯახის იდენტიფიცირებას და შესაბამისად როგორი დავალებაც გვაქვს მიღებული ჯანდაცვის სამინისტროს სამსიებს გადავუგზავნით. ეს რეალურად სადღაც რამდენი დღის ფარგლებში დაიწყება კომპენსაციების გაცემა? ეს დაახლოებით 10 დღეში ჩვენ მორჩებით სრული ბაზის სრულყოფას, რის შემდეგაც უკვე ჯანდაცვის სამინისტრო მოგეთ სადაც სექტემბრის პირველ კვირაში უკვე დამთავრებული უნდა იყოს ეს კომპენსაციები. ხა ხალხი მაგდროისთვის ელოდებოდა თველის დაწყებას აგვისტოს ბოლოს სექტემბერში რა ვის ის მაინც გააკეთოს რომ ფული მიიღონ თავიდან ხო? ეს ერთი რომ აღარ გაიჯანჯლოს იქ უსაშველოდ. რაღაც სასუქები დიდ ნაწილში დავარიგეთ ხო უკვე? აგრო დახმარების პაკეტი დარიგებული არის სრულად, სასუქო დახმარების პაკეტი სრულად არის. მე ვფიქრობ რაღაც პატარ-პატარ ადგილები დაგვჭირდა ჩვენ სასუქების და შესაძლებლობის დასარიგების და მაგათ დარიგების და მაგათს დამატებით. ალბათ წაიმუშავეთ კიდევ ვისაც დაჭირდება. ამის გარდა ესე იგი სტუდენტებზე რა ხდება? სტუდენტებზე აღრიცხვაც დასასრულს სახელმწიფო სასწავლებელში ჩვენ დავპირდით რომ გავანთავისუფლებით მათ დაახლოებით 900 სტუდენტი უკვე აღრიცხულია. ეხლა შევიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად განაცხადის ფორმა და ფაქტიურად ამ ფორმების შევსებას დასასრულს უახლოვდება და ჩვენ უკვე 1 სექტემბრისთვის სრულყოფილი სურათი გვექნება, რამდენი სტუდენტი იქნება გასანთავისუფლებელი გადასახადისგან. პრინციპულად რექტორებს, უნივერსიტეტის რექტორებს მიეცათ სამინისტროსგან მითითება და დღის მდგომარეობით არავინ არ მოსთხოვს სტუდენტებს. ჩვენ სადაც შეგვიძლია სახელმწიფო რაც არის, იქ შეგვიძლია ამის გაკეთება. რაც არის სახელმწიფო, იქ თვითონ სასწავლებელი უნდა გადაწყვიტოს, თუმცა მე პირადად მივცემ მათაც რეკომენდაციას რომ მაქსიმალურად კეთილგანწყობით შეხედონ ამ სიტუაციას, შევიდნენ მდგომარეობაში. ამის გარდა ჩვენ ქონდა კრედიტები, სესხების საკითხი ხო, გაკეთების უკვე აღირიცხა ყველა ვის უნდა. ეროვნულ ბანკთან ერთად ყოველდღიურად მუშაობთ ჩვენ. ყველა ბანკი არის გაფრთხილებული და ფაქტობრივად მიმდინარეობს სიების დაზუსტება, აგროსესხი, ვისაც აქვს გამოტანილი, რათა სახელმწიფომ დაუფაროს შესაბამისი პროცესი. აი, დენის ინფრასტრუქტურა როდის არის? დენის ინფრასტრუქტურა მინდა გითხრათ, რომ თითქმის აღდგენილია. ჩვენ გარე განათებაში რამოდენიმე წერტილი გვაქვს დარჩენილი, სადაც ისევ მიმდინარეობს მუშაობა და მიწაში ჩაგვაქვს ხა ეს რომ მე მომავალში აღარ და ქალაქის ტერიტორიაზე უზრუნველყავით მიწაში ჩადენა, მაგრამ სოფლის ჩადება, სოფლის ტერიტორიაზე ჯერჯერობით ისევ საჰაერო განაწილება. და თან ეს პრობლემა უკავშირდება გამრიცხველიანების პრობლემას. რახან მოვკიდეთ ხელი და თვლიანად ენერგოინფრასტრუქტურას ვანახლებთ კაბელებს და ამ შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სოფლების უმრავლესობაში დიდ სოფლებშიც გამრიცხველიანი პარალელურ რეჟიმში გამრიცხველიანების ხო ესე რეალურად ამ განადგურების შემდეგ რომ ამ საოცრების შემდეგ რაც ვნახეთ უნდა ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესი მივიღოთ გამოვიდეთ გაძლიერება როგორც ქალაქი თელავი უკეთესი იქნება როგორც სოფლებში ბევრი რაღაც უკეთესი უნდა გაკეთდეს გზები უნდა დავაგოთ ბევრგან ასევე ინფრასტრუქტურა ისეთ რაღაც ბევრად უფრო დაცული უნდა იყოს როგორც აი ეს იგივე სახლებს როგორც ვამაგრებთ და იმსახურებს რომ ახალი ტექნოლოგიით რომ მეორეჯერ აღარ მოგლიჯოს და გაუძლოს ასეთი ტიპის სტიქიას რა თქმა უნდა ჯობია რომ არ მოხდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო გამძლე გახდეს ასევე ინფრასტრუქტურა უფრო უნდა გაძლიერებული გამოვიდეს და კიდევ ერთი დეტალია რაც მე მოხვდა თვალში თელავში რო ვიყავი
წვალენარგაების განადგურება და ჩვენ სექტემბერში ალბათ უნდა შევესიოთ და მე თვითონ სიამოვნებით მივიღებ ამ აქციაში მონაწილეობას დავრგოთ ბევრი წვალენარგავი. თელავში ხდება სიმწვალე ქენასთან. ეს მოლოდინი თელაველებს აქვს და იციან რომ სექტემბრიდან ოქტომბრიდან ჩვენ ფართო მასშტაბიან აქციას დავიწყოთ ამ მიმართებით და თვითონაც გამოთქვეს სურვილი რომ ამ აქციაში ჩაეფნენ მოხალისეების სტატუსი და მიიღო მონაწილეობა. სწორად განიცადეთ, მეც განვიცადე. მოკლედ ჩვენ ერთი წუთით არ შევასრულებთ კახეთზე ყურადღებას. უნდა იცოდნენ კახელებმა რომ სადაც რომელ ადგილზეც არ უნდა ცხოვრობდნენ კახეთში, რომ ჩვენ ისინი სუგახსოვს, დაზარალებულები და არადაზარალებულებიც. ჩვენ წელს სამაგალითო რთველი უნდა ჩავატაროთ. იმედია ყურძის ფასი ბევრად გაიზრდება წინა წლებთან შედარებით. ნაწილობრივ ობიექტურ მიზეზთან განპირობებულ განადგურდა ნაწილი ყურძნის და შემდეგ უნდა დავაბინაოთ ეს მოსავალი და გაყიდვები ხა ჩვენ გვაქვს სერიოზული და ღვინის გაყიდვები სოფლიო ბაზრებზე. მე ვფიქრობ, საერთოდ წლევანდელი წლიდან გაყიდვის პრობლემა ქართული ღვინის სოფლიოში აღარ იარსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ არ ხოთ ძველი ვენახები უნდა აღვადგინოთ, არამედ გავაშენოთ ახალი ვენახები. ბევრი ახალი ვენახები და გავაშენოთ და შევუწყოთ ხელს ხელ ამაში, რომ გაშენდეს ახალი ტექნოლოგიები ავითვისოთ, მათ შორის მეღვინეობაში, მაგრამ სხვა იგივე ხელში ახალი ჯიშები უნდა შემოვიტანოთ. ყველანაირად ხელი შევუწყოთ, გავაძლიეროთ ეს სოფლის მეურნეობის სადგურები. მოკლედ კახეთი უნდა დამშვენებული და გაძლიერებული გამოვიდეს ამ ძალიან უსიამოვნო სიტუაციიდან. თუმცა რა თქმა უნდა ხალხის ზარალი კიდევ დიდხანს გაყვება და მე ძალიან კარგად ვიცი.